მის საყვარელს ჩაკუჩი ჩართ. მიიღე მისაღები. უნდა მუსო შეხარ, ეხლა რომ აკანკალებს შეგნიდან იცი? იცი ხარ, გათახსირებული შედაკლა ღორივით და. ვაიმე არ იცი რას გიზამ. მოიცა კაცო. ეს ხმა გავს, მაგრამ არა. ივამს გავსე უეჭველი აკრაულდა კაცო არა. უარეს გიზამ. ვის შემოეჭერი სახში, ვის შემოეჭერი როგორ გაბედა? აი, მაცახსახებს, მაცახსახებს. სისხლები მეტის დამპალი ხარ. მეტის ღირს. დამპალი ხარ. ხელი არ აშკარად მეჩვენება, კაი რა აქ აქ რა უნდა რომ გაგგუდა ვის ხომართავ რა ხდება რა შვები გოგო რა საკეთებ რას ვაკეთებ კალო დამიში ხელი მოვიდა მათხოვარი აქ რა გინდა შენ საერთოდ ან ამასთან რა უქენი გოგო რა არის ჩაკუჩი როგორ ჩაარტყი სტუმარს რა სერჩობდი ხა პატიოსთან სტუმარს ვინ არის სტუმარი შევხვდით მე ხوار ვარ აქ სტუმარი ამასთან დაეთრევი, ხო? ამასთან დაეთრევი, ხო? მითხარი. კი არ დავეთრევი და მოვედი და ამის სახში ვარ ეხლა და აქ რა გინდა მითხარი? რას ქვია რა მინდა? ხო, დაეთრევი ამასთან, ხო? რას ქვია რა მინდა, გოგო, რა სისულელეთ ლაპარაკობ? რა არ მოხსული ეგეთი რაღაცა კარები რო აგერია და შემთხვევით მეორე კარები შეაღე, ამერია და შემოვედი. ანუ კარები შეგეშალა. ხო, კარები შემეშალა, რა მერე? აი, ასო, ჩვენ ცხოვრობთ დიდ დიღონში. ეხლა ვარ სამგორში. ანუ 13 კილომეტრის დაშორებით აგერია კარი, მაგას მეუბნები, ეხლა და უნდა დამაჯერო. რა მოხდა მერე? ხო, ის დაბნეული ვარ. ხო, დაბნეული. დაბნეული ვარ და ამერია შემთხვევით, რა დიდი ამბავი ეხლა. ამაზე უარეს დღეში ჩაგაგდებ შენი. რა უარეს დღეში ჩაგაგდებ? უარეს დღეში ჩაგაგდებ. ჯერ რას გახო, ჩაიხედე სარკეში ანიმას, ჩაკუჩი როგორ ჩაარტყი გოგო თავში? ხო, ჩაკუჩი კი არა, მეტის ღირსია. რისი ღირსია? კაი, დამშვიდე. მომდის. სისხლი აიმანი. საერთოდ არაფერი არ გეტყობა. ჩაკუჩი კი არა, ქაბას მარტო ჩარტყმული. მიდი კარგად ნახე. მიდი. რა უნდა ჩაგეტყა რა? ხო, გვერდზეა კიდე ისა. დუბელის ლურსმანი. ესე აქ ტავინში ჩაჭედებული პირდაპირ. აი, გეხვეწები რა, თამა რაღაც ისულე დამშვიდით და დაწმანდით რა. აუ, პროსტა შე დამპალო ხალო. შემარლა დამპალო ხალო კიდე კაი. რო აი სადღაც მილიმეტრებში ტოვის აცდა. თორე რო არ სტილი ყოს ხო შეიძლება რომ მე მომკვდარიყავი. აი, დამშვიდი წყალს მოგიტან ეხლა დაჯექი. როგორ დამშვიდე? დაჯექი, აი, დავშვიდე. მეტის ღირსი. მართლა დაჯექი. უარეს გიზამ. რას მიზამ? უარეს გიზამ. ვერაფერს მიზამ შემოწა. უარეს გიზამ. აი, დამშვიდი ხახო, მე სისხლია. თავი მოგვეჭრება, თავი. სადაც ვაიმე ტკივა, რატომ ტკივა? შენ საერთოდ ნორმალური ხარ? რა გინდა? ნორმალური ხარ, კლავდი? არა, კლავდი? აუ, შენი სიმღერა ხო გიყვარს? სულიკო. მიყვარს კელა გვიждები მაგ სიმღერაზე კაცო. აი, შენ თუ საყვარლის საფლავი არ გაძებნინო, მე ქალი არ ვიყავ. წები თამა დაჯექი რაღაცა დამშვიდეთ, მოდი, კაი, გავიგეთ, მომხედე, დაჯექ ორივე დაწერე. რა გაიგე? როგორ? მითხარი. როგორ დავამშვიდე? კაი, მოდი ახლა დამშვიდე და გადაწყვიტე. გიყვარვა? გადაწყვიტე. ხო გიყვარვა? კი. გიყვარვა. შენს ხო გიყვარვა? ერთი წუთი. შენს გიყვარვა? ხო, არ უყურე? ცივილურად დავილაპარაკოთ. არ გინახავთ რომ ზოგს მაგალითად 2-2, 3-3 საყვარელი იყოს კაცს. ხო არის ესე? 2 შაბათ შენი ვიქნები, 3 შაბათ შენი ვიქნები. 4 შაბათ შენი ვიქნები, 5 შაბათ შენი. პარასკევს შუაში შეგიწევით. მეტი რა გავაკეთო? მეტი რა ვქნა? შენი აღამახმად ხანი დედა უნდა და ეხლა მე რა შუაში ვარ ხალო რა პირიქით მე უნდა ერთი წუთი სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრე რატო ჩაარტყი ჩაკუჩი თავში რატო ჩაარტყი სხვა ვერსიაც მქონდა რა ვერსია ქონდა დაჯექი რა ნაჯახი რა გინდოდა რაც მინდოდა და ამ კონფლიქტის მიზეზი და აი ამ ჩხუბის და შენი გარეთ წანწალის მიზეზი რომ ძირში მომეჭრა აი მაგიტომ მინდოდა მე რა გამოვიდოდა მაგით რა არაფერი ხო ვეღარი წანწალებდი და ის გამოვიდა აი გეხვეწები რა თამარა რაღაცა სისულელის გამო რაღაცა პრობლემებს ნუქმნით რა გოგოებო რა გადაწყვიტე რა ან მე ან ეს ქალბატონი საერთოდ გვითხრა რა ეს უფრო გიყვარს თუ მე უფრო გიყვარ არა ეხლა რო გიყურებთ ეს არ გამ ასეთ ვიზუალზე არც ერთი არ მომწონხართ ესეთ ვიზუალზე გამარჯვებული მომეწონება გადაწყვეტ რას ნიშნავს გამარჯვებული რომელიც გაიმარჯვებდა რომელიც აჯობეთ ერთს მეორეს ის მეყარება არ ვიცი მე არასოდეს არ გაპატიებ ამას იცოდე ვასო რა არასოდეს
კაი, ეს არ პატიობს, არ პატიობს. შენ მაპატიე. არასოდეს არ გაპატიებ. არასოდეს არ გაპატიებ. არ დააპატიო. აბა რა, არ დააპატიო. აი მე კიდე დავფიქრდები, ახლა გაბრაზებული ვარ და რო დამშვიდდები, მე შეიძლება გაპატიო. აი, პირველად არისო, ცოლი უფრო საყვარელია ვიდრე საყვარელი. აი, ძალიან ისეთი მომენტია. ასე არ ჯობია, დაჯექით გოგოებო, დავილაპარაკოთ, დაჯექით. დამშვიდით, დაწმარდით. ყველაფერი კარგად იქნება. ესე არ ჯობია გოგოებო, დამშვიდით და დაწმარდით. შენც გიყვარვარ, ორივეს გიყვარვართ. ასე არ ჯობია? ჰა? ერთსაც უყვარვარ და მეორესაც უყვარვარ. რა კარგი ხარ, შეკარგულო შედა. ამას უყურე რა. აი კიდე რო ხუმრობის ხასიათზე ხარ. კიდე რო ხუმრობის ხასიათზე ხარ. კიდე. ხა უყურე მომისმინე. მიგიყვარ შენ სამში. ერთი წუთი სა. რა დღე გელოდება, აი წარმოდგენა არ აქვს. უყურე მომისმინე, ერთი წუთი რა გიხოცე. ეს ხო ის არ არის ხა ეს ნორმალური არ არის, ხო შენ მიყვარხარ უფრო და ეს არის ნორმალური. არა როგორ რაღაცა იცი მე იმიტომ ეს ცოლი ეს ჩარს მომდებს და ატეხავს ერთ ამავზე ნაცნობი ჩემი უბრალოდ შენზე მაგარი უნამუსო ვიყო ეს თუ იყოს ეს რაღაცა მინდოდა მეთქვა შენ ხარ ჩემთვის სულ ყველაფერი ცოლიც ხარ მეგობარიც ხარ სულ ყველა მე შენზე მზედამთვარი ამოდის ეს არის შენ რა თქვი ბიჭო რა თქვი და ეს არის მეთქი შენთან შედარებით მეთქი რეგვენი ისე გავიხუმრე თორე შენ ხარ ჩემი ღვთაება ხარ რა და დამალევე თავი რა ერთი რა გაატრაგეთ საქმე რა არ გამიხურე საქმე ალო ერთი წუთი საქმეზე მიდეკავ ხო მიდი ხო ძირფასო ხო ლამაზო რა შეგვი როგორ ხარ ვინ არის სამსახურიდან მიდეკავენ ისა რაღაცია რაო ო შენ გენაცვა ვინ არის არა ეს სხვა ლეველია დამიჯერე ეს სხვა ლეველია ვერც ნაჯახით მოერევით იმას და ვერც ჩაკუჩით ვინ არის ტყვიას შეაჯეს ჩემტერს ეს გამოვალე ხაბე ვინ არის სად მიდიხარ მოეთრიე დავაჯე ზუსტად როგორც დიო მაგას ერთი წუთით მაგას მე ტყვიაში კარები გააღე ვის ტყვიაში ერთი წუთით ვის ტყვიაში რა გამოვდივარ ვაი შენ ერთი წუთით ხაკაშვილი წყლის ცეკვას ასწავლის ხო მერაბ ხო გენაცვალე შენ კი კაცო მთელი ანსამბლი გაუშვი აიანაპაზე კი ავტობუსით წავიდა 50 კაცი არა ვიცი რომ კუნძულია კაცო და მაგიტომ გაუშვი იმიტომ გაუშვი რომ ბუნებრივი გადარჩევა იქნება ვიც გადაცურავს თან ანსამბლიც გახალისდება ხო აბარა კაი გენაცვალე კაი კოცნი მომძანდით გამარჯობა. დიახ. ბატონი ვასილ ფხაკაშვილი. დიახ. ქორეოგრაფიის მეფე. ბატონი ვასილ ფხაკაშვილი. გისმენთ? აბა, რამ შეგაწუხათ? ცეკვის დადგმა გვინდა რა, ცეკვა გვინდა რომ დადგმევით. დიახ. ხო, არა, აშკარად არ გაქვს მოცეკვავის ტანი ახლა და არ გამოვა ეგ ამბავი რა. არა, მოცეკვავის არ ქორწილი გვაქვს და სიძევა. არც სიდის ტანი არ გაქვს და რა ვქნა? და ბოდიში რა მაინტერესებს? ანუ თქვენ ხართ, ანუ გოგო რომელი ხართ? გოგო. უსა გოგოს არ ვქარ. არა, გავხარ, ანუ გავხარ გოგოს გავხარ. არა, ბოდიში რა, ერთი ზომა. უკაცრავად ბოდიში ჩავედი. ანუ თქვენ გინდათ რომ ოჯახი შექმნათ და გამრავლდეთ, გინდათ ხო? დიახ, რა თქმა უნდა. რატომ? რას ქვია, რატო, კაცო, ბოდიში რა გითხო? აი თქვენ არის ფორმის ხალხი, რატო უნდა გამრავლდეს? უბრალოდ კითხვა გამიჩნდა, უბრალოდ რომ რატომ? ანუ მართლა გაიგეთ თუ რიტორიკული შეკითხვა არის თუ რა გინდა საერთოდ ბოდიში? არა, თუ გინდა რიტორიკული დააქვთ, კი ბატონო, მე პრობლემა არა. მოდი რა საქმეზე გადავიდეთ რა. კი ბატონო, ფული გადახდილი ხო გაქვთ? კი, ჯერ არა, მაგრამ გადაიხდა ჩარიცხეთ უკვე? კი ბატონო, რა გაეწყობა? რა ხან თანხა ჩარიცხულია? მე როგორც ქორეოგრაფიის მეფე, ბატონი ვასილი, მე იძულებული ვარ, რომ მე ვიღო მონაწილეობა თქვენ, ანუ ქორწილს იხდით, ხო? თქვენ გამოცდილება რა გაქვთ? რას გულისხმობთ? ანუ გამოცდილება, ანუ
პირველი ცოლია ესა? ცოლი პირველია, დიახ. აი ესე იგი 0-დან ვიწყებთ ყველაფერს, ესე იგი საერთოდ არ აქვს გამოცდილება. ესე იგი. სხვათა შორის ახლა გიყურებთ, მე თქვენ გიყურებთ და აი რუსებს აი მღორებს ესეთი კაი გამოთქმა აქვს, იცი? უკაჟდავა გარშკა, სვაია კრიშკა. აი რო გიყურებთ, ზუსტად აი ეს მახსენდება რა. უკაჟდავა გარშკა, სვაია კრიშკა. ანუ ვერ გარშკა, ანუ გარშოკი ხარო, გიო შენ გითხრა. ეს ხოში არის, ხო? გარშოკი ხარო ჯერ ერთსეთი არ ვთქვა, ანუ სავარაუდოდ რა ხან. გარშკა, უკაჟდავა. ანუ ისინი წყვილი რა ხან ვართ, სავარაუდოდ ხო ბავშვი გეყოლება, ბავშვი ხო უნდა გარშოკი, ანუ გარშოკ. გიორგი, აღარ ჭამოსაჭმელი. აი მე ცეკვა გეხვეწებით რა, გადავიდე ახლა შუაში. ესე იგი ქართული ცეკვა, დაისი. აბა ეს დავიწყოთ, აბა რა შეგიძლიათ? აბა მიდი აბა. დავიდა? არაფერი ანუ. მიდი აბა. დავიდა? დავიდა, ერთი ზოთ გოდიში რა. ერთი წამი, ბატონო ვასილ. ბატონო ვასილ, ესე რანაირად უნდა ვიცეკოთ ხა? თუ გვასწავლეთ, გვასწავლეთ. თავიდანვე გამზადებთ, რომ ცეკვის დროს შეიძლება ვიღაცამ თვრალი შემოვიდეს და შემოგერჭოთ. ხო უნდა იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ. პრინციპში ეგეც მართალია. მაგიტომ პროფესიონალია. დიახ. ქართული ცეკვა ეგრე მარტივი არ არის, უყურე? გასაგებია. თქო, მანდილოსანი გადაბრძანდის იქით. თქვენ აქეთ ხართ, ხო? ქართული ცეკვა არის, მეგობრებო, როგორ აგიხსნათ იცი? ქართული ცეკვა არის როგორ ავხსნა ახლა ქართული ცეკვა არის ცხოვრებისეული, ხვდები რა ცხოვრებაში გადაგხდებათ, ანუ ის მოძრაობები აღწერს, გაიგე? მაშინ წარმოვიდგენთ ახლა და ისე ვიცეკვა. ხო, ფეხი გაშალეთ. არა. თქვენ გაშლილი გაქვთ უკვე ფეხი, გათხოვილი ხართ, თქვენ არა ფიშვაში არ ხართ. შენ გაშალე ფეხი, აბა გაშალე ფეხი. აი, ფეხი ერთი ზუსტად კორექტულად რა, თუ შეიძლება რა. არა, ეს უბრალოდ ახსნა არის, უბრალოდ გიხსნი, ქართული ცეკვა არის. ანუ მე გავშალო ფეხი. ხო, ფეხი უნდა გაშალო, დიახ, უყურე როგორ არის, უყურე ქართული ცეკვა, უყურე ქართული ცეკვის მოძრაობები ასახავს მთელს აი ამ წვილის გაცნობიდან, ასე ვთქვათ, შეუღლებამდე ყველაფერს. ერთი ზუსტ ბოდიში რაებს გველაპარაკები საერთოდ რა გეხვეწები სიაყო ანუ არ მინდა რა მართლა არა მომისმინე წავიდეთ რა სად მომიყვანეს ადამიანები რა გიორგი მოусმინე მეთქი გეუბნები მოусმინე ხელმძღვანელს გვადგმევინებ ცეკვას და ძალიან გთხოვ ხა გაიმეორე ყველა მოძრაობა რასაც ჩვენი ქორეოგრაფი გვასწავლის და ჩემს სანათესაოს ყავს ნაცარში ნუ ჩაუგდებ ძალიან გთხოვ შენზე ფიქრობენ რომ არაფრის მაქნისი უარაფრო ჯიბე გაღლეტილი რაღაცა ხეპრე ხარ მიდი ხა კაი ასე იგი ბოდიში ერთი წუთი რას ფიქრობენ შენი ნათესავები ჩემზე გოგო? რატო ფიქრობენ ხეპრე რა შუაში ან რატო ვარ ხეპრე? აიმე, იმიტომ რომ ყველა ამბობს რომ გოგო რა კარგია. გავიგე კაცო, მაგიტომ ამყავ ხარ, მაგრამ რა შუაში ხეპრე და ხელმოწარულია? როდესაც ქორწილის ხარჯებს მე ვიხდი, მთელი ყველა ორივე მხარის. მანქანა გინდა და გიყიდე, აი ტელეფონი გინდა და გიყიდე. მალდივებიდან და მილანიდან დაწყება, სად მოვიარეთ ყველაფერი. ჯერ და კიდე წინ გვაქვს რამდენი და ერთ ხეპრე რატო ვარ ძმობას გაფიცებ ამიღწევი. ჩვენ რო გადავიდეთ ესე ქართულ მზადა ხართ უკვე? დიახ, შლით კი ბატონო. კი ბატონო, უყურე, ქართული ცეკვა. გაცნობიდან, გოგოს გაცნობიდან შეუღლებამდე. ყველა ილეთი და მოძრაობა აი ამას აღწერს. აი უყურე, დავიწყოთ, უყურე. ბიჭი ხარ, ხო? ხო. გამართული ხარ, გოგო იქ დგას, უყურე, გოგო იქ დგას თავისთვის, ელოდება. თელი ცხოვრება ელოდება, მაგრამ ვითომ არ იცის, რომ ბიჭი ჩამოიწ, გაწონებს თავს, უყურე. გამოხვედი. დაუკარი თავი ხო? უყურე? გაშალე ხელები. აწონებ. ყველაფერი ჩემია. შეხედე რა ბიჭი ვარ. სადაც გინდა იქ ნახე. აბა, მიდი დაიარე. გამოვდი რა. გამოხვედი, გაშალე ხელი. გაშალე ხელი. ბიჭი ვარ. ხელი გაშალე, თან უყურე. ხელა ბიჭი ვარ, შეხედე აბა. თან უყურე. ხელი, აბა, აქეთ ბეყავს. აქეთ ბეყავს. აქეთ ბეყავს, მერსედესი. აქეთ მერსედესი. ორივეთი დავდივარ. ორივეთი, ამას უყურე, შეხედე. დაცვა მომყვება, დაცვა უკვე, ხედავ, დაცვა. მოდი ახლა აღწაკეთებ შენ. ხო ჩამოივლი. ამ დროს გოგო რაშვება. გაჩერდი შენ. ხო, მე რას ვაკეთებ? ამ დროს უყურე, გოგო რაშვება. თავი გაქვს დახრილი და ვითომ ამას არ ელოდები. არა და სინამდვილეში მთელი ცხოვრება ამას ელოდები. ამისთვის შეიქმნენი, რომ ეს ოღონდ უყურე თვალი გაქვს დახრილი. თვალი, ოღონდ ამას არ უყურებ. თვალები გაქვს დახრილი და იყურები იქით კულისისკენ. იქეთ სად, რატო? დაკალს უყურებ. დაკალს უყურებს, იმიტომ უყურებ, რომ ის და კალი უყურებს ამას. გაიგე? ის და შენ თავარია დაკალს მოაწონო თავი. დაკალმა თუ მოგიწონა, დამთავრებული ამბავია. ისენი არიან დედა თავარია იმას მოეწონა. იმას თუ მოეწონე, ჩათვალე რომ შენია. იმას თუ არ მოეწონე, დამთავრე, რაც არ უნდა ქნა. დიდი და
აი პროფესიონალი. ჩემი დაქალები არ არიან. თქვენ დახალზე ეს აფერშუაში არ არის. ეს უბრალოდ ეხლა ამას აუხსენ. გაიგე ხო? თვალები გახრილი, კი ბატონო. უყურე? აბა, წავიდა, აბა, წამოდი. აბა, წამოვედი ჩემია. მოიცა. წამოვიდა. აი, ესედესი. ნუ ლაპარაკობ, ეს მოძრაობ თუ მაჩვენე. ეხლა რეპეტიციაზე ბატონო. აბა რა. წამოდი. იარი, წრე და ამოდი რა. მიდი გოგოსთან. უკან წამოდი. წამოდი. გასმები რა, გასმები. აი. ხო, ახალი ვარ. რა არის ეს გასმა, აბა თუ იცი. ეს გასმა რას ნიშნავს? ეს გასმა არ ვიცი. ანუ ბევე მყავს და აბუქსავებ. აქ არის დრიფტი, ადრიფტავებ. რაც უფრო ბოლს დააყენებ, უფრო მოწოხარ. ეს ინსპექტორები არიან, ესეთი რუტინები. ხალი, სუფთა, ხალი, შენ გონი ნაკლებია? სუფთა. ეს არ ვარ შტერი და თქვენ არაფერ შუაში არ ახავთ, უბრალოდ ზოგადად არის ასე. თვითონ ცეკვა, მე არაფერ შუაში ცეკვა ამბობს ამას თვითონ. ხვდები? გაუსვი, კარგად, გაუსვი. ამის სახთახარ, ის აი მინდა იყო, აი დაკაც უყურე, დაკაცვალი არ მოაშო, ის აქეთ იყურება, უყურე და ამ დროს გადავდგავ ნაბიჯს და თავს დაუკრავ. მიდი აბა? აბუქსავი. წავიდა თვითი. გადადგი ნაბიჯი? რაკენი აბა თუ ის? ბემე დააპარკინგე, უყურე, გაუსვი და დააპარკინგე. ოღონდ რაკენი ის ჩართე რა, ის წუთობრივ თორე მაგდედა ეს ამართოს მანქანა. ის წუთობრივი ჩავსეგები. დააპარკინგე, ხო? აქამდე გასაგებია. აქამდე გასაგებია. გავიგეთ? კი ბატონო, აქამდე. გაუსვი აბა დააპარკინგე? გაუსვი. 2. უყურე ხა შენ როდები? ამ დროს ვითომ არო დაკალსვალი არ მოშო. დაკალი სუგი ყურებს. დაკალი ის დედა. ის დაკალი სუგი უშოდე რომ სუგი ყურებს. თავარია, დაიმახსოვრ, ეს არავინ არ არის. იმას უნდა მოეწონო. იმას თუ მოეწონო, დამთავრებული ამბავი. ხა, უყურე? დააპარკინგე, ხო? ეხა შენ აქ რა შვები? დაგიკრა თავი, ხო? შენ აქ ვითომაც არაფერი, ხვდები? მოვიდა მე რა ამაზე უკეთეს იმსახურებ. ამაზე უკეთეს, აი ეს გამომეტყოლებოდა, აბა გააკეთე, ამაზე. აი, ყოჩა, აი ეს კაია. უყურე? ამ დროს შენ როდები? რიკიტენ, ამას როდები. აბა რა არის რიკიტენ, თუ მიხვდები? რიკიტენ, მუსიკა. არა, მუსიკა კი არ არის. ეს არის ზარი. კარზი არის, ზარი კურიერი მოვიდა, აიფონი მოგიტანა. აიფონი მიყიდა ბუსა? არა, გოგო, ცეკვისილეთი არის რა, აიფონი გიყიდა. აქ. შტერები არიან თუ ხო? აიფონი მიყიდა. ამათთვის თავარი აიფონი, ყველაფერზე სპასობნები არიან. აიფონი კი. უმარტივეს. მე ეგეთი არ ვარ. არა, თქვენ არაფერ შუაში არ ახავთ. თქვენ კი არ გეუბნ, თქვენ დაკალი იზადე და თქვენ ნამდვილი გოგო ხართ, კაი გოგო ხართ. შენ ამაზე არ უნდა ინერვი. უყურე, შენ წახვალ თუ არა, ხო? ეს უკვე ჩათვალე რომ ამას ნათვლები აქვს. უკვე ეს გამოყვება ეგრევე, უყურე? წავიდა, მოდიხარ, ის მოგზდებს უკვე, მოგზდებს. არ იყურო უკან, ახო გითხარი. უკან მოგზდებს, ის წამოხვედი აქ. სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ჩათვალე რომ მოგზდებს. სტოპ. უყურე ახლა, აქ რა ხდება? გამოდი ახლა აქეთ შენ. ამან ხო მოგაწონა უკვე თავი. დიახ. ყველაფერო მე მყავს, ეს ყავს, ეს შემიძლია, ორი მანქანა, ასე ხო გითხრა. ამ დროს ახლა ეს დადგება, ახლა და ტაშს უკრავს. უყურე, დავუგარ ბიჭოდაში. ახლა აქ შენ უნდა მოაწონო თავი, ხვდები? აქ შენ უნდა იტრიალო. ანუ უნდა უთხარო, მე ხაჭაპურის გამოცხობა ვიცი. ხაჭარული გინდა? ხაჭარულის გაკეთებას ვიცი. საცივი გინდა? საცივიც ვიცი. ხვდები? ახლა ყურე ასე შენ ყურე. ამის სახელი რა არის? გიორგი. ორი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. გიორგი, გააკეთე? მოაწონე თავი? გიორგი, კარგია, გიორგი. ორი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. კარგია. დაატრიალე. ეს გიორგის უარ დავამიწყდეს. კიდე უმეორებ რომ გიორგი? ისევ, გიორგი. ორი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. და ნელ-ნელა მიდიხარ ახლა აქეთ. გიორგია ჩვენე, გიორგი? ახ აჩვენებ უკვე რამსისხო თითები გაქვს რომ ბეჭედი ხომ უნდა გიყუდოს. ხო. და მიდიხარ ესე გიორგია, დააგვირდი თიც დააგვირდი. აქ უკვე ზომას უღებ 17-ია, 18-ია ყოიცი, ხო? 18. ეს არ მინდა ესემის. არა, ცეკვაშია თვითონ ეს თორე მე კი არ მომიგონია. უყურე, ამ მომენტში უყურე. ხო. აქ არ ჩერდებით უყურე. უყურე? აი ესე კარგია. გიორგი, გაეკიდე უკვე შენ მოგეწონა, შენ გაბრაზდი, უნდა გაბრაზდე ხა ვითომ არა ხარ ამის ხარეს, იქი წავიდა. მეორე დაკალთან წავიდა. იქ დარჩი. აქეთ დაკალთან წამოვიდა, აქეთ დაკალთან გელოდება. ახლა აქეთ დაკალთან წამოხვედი.
აბა ახლა წრეზე წავიდა, წრეზე უკვე ქორწილისია. წავიდა ქორწილისია, ხელი, აი ესე დატრიალდი ქორწილისია, ჩამოწერეთ, ვინ რა როგორ არის? წავიდა, დრიფტი და გაუსი. და პარკინგ და მეთქი ადრე დავაპარკინგ ესე იგი ბატონო მოდიში. მიხდი ხო? გაუსი და დაუკარე თავი. მე მგონია ხამაში რთული არაფერი. არაფერი რთული არ არის. თავარი არის ბოლოში, ეს არ დაგავიწოს გიორგი 2 ეს თავარია, დაქალს თვალი არ მოაშორო, ის არის ყველაფერი და ბოლოს დრიფტი არის, აუსი და დამთავრდა. ეგ არის სულ. ბოდიში ეს რა. ამ დროს უკვე შეგიძლია შეეხო თამამად პატარძალს. დილასაც შეეხე, როდესაც შეეხე, შენ უსა მოგინდა, უკვე სიძე ხარ, უკვე ყველაფერი ნებისმიერ დროს შეგიძლია შეეხო. წადი, რატო დამაკარგინე, საერთოდ დრო გეხვეწები რა. ეს რა არის? ეხა თავიდანვე მინდოდა წასვლა რა გეხვეწები რა. არა, სამიდი ხარ, კაცო. არაფერი თქვენი. მადლობა. კარგად. ძალიან არა, უბრალოდ რა არის ეს მე კი არ მომიგონი 100 არის თვითონ ცეკვაშია 100. კი ბატონო, იყოს ჩვენ სახში წავთ და ვირეპეტიციებთ ხო? მაშინ ხო, კარგი. ვივაჭიშებთ სახში და მე მოვხდით. არა, თუ რაღაცა არის უყურე, მე მაგ განქორწინებაზე ცეკვებიც. არა, თუ ვერ შეეწყვეთ ერთმანეთს. არა, ჯერ ეხა ფარიკაობა მაგ ძირითადად ფარიკაობაა. ფარიკა დუმდა. ბოლომდაბზე მაგას არ გიყვარს. სიდადრი შემორბის და ვითომ უნდა განმუხტო სიტუაცია, ამას აჭერხავ. არა, ბოდიში ხო რა. მოდი ამის, ხო შემოვარდი. გიორგი, დედა ჩემზეა საუბარი? არა, დედა თქვენი რა შუაშია? არა, მე პირად მეცადინებებიც გაქვს. გიორგი, წავედი. ტელეფონი ხო გაქვს ჩემი, ჩაიწერე და გამოგიგზავნე. კარგი. არა, არ გვინდა რა, მოკლედ არ გვინდა. ამას ვირეპეტიციებდი და შეგექმიანებით თავი. ჩემი თავი შემოგეროს. უღრმესი ქორეოგრაფიის მეფე ბატონი ვასილ ფხაკაშვილი. კარგად ზანდებოდი. ბოდიში მიბზანდი თქვენ მე ტელეფონი მიდეკავს. დიახ, ბატონო ილიკო. დიახ. დაამთავრეთ უკვე რეპეტიცია? ანსამბლი წავიდა ხო? კი, ეხლა მოვალ. კი, როგორ არა? კი. ხვალდილი დაწყრიალებული დაგხვდებათ ყველაფერი. აბა რა, მოვდივარ უკვე. კი, ნანიუს მოკითხვა ჩემგან. კი, კოცრით მიყვარხარ. არაფრის მომცემი პოდკასტი. არაფრის მომცემი პოდკასტი, არაფრის მომცემ წამყვანებთან და უფრო არაფრის მომცემ სპონსორებთან ერთად რა. ჩვენი სპონსორია კომპანია რაფიელი, მუდამ ფრაფიელი. არაფრისფერი კომპანია ეს ფაფიელი ჩვენ პოდკასტში. ესე იგი, ჩვენ ვიდეოს უკვე 5 ნახვა აქვს და 2 გამომწერი გვყავს. ანუ გამომწერების ნახევარზე მე ჩვენი ვიდეო არ უნახავს. გთხოვთ, ნახოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი რა. ერთი სიტყვის ვირფასო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რავი და ვილაპარაკოთ 1000 ბაზე. ბოდიში ვიხდი ვირფასო მაყურებლები, ეს უბრალოდ რა არის, იცი? ეს უბრალოდ ნახვებს კრებს უბრალოდ რაც უფრო ვიგინები და დაგველოდეთ 10 წუთში კიდე შევიგინები. ესე იგი ჩვენო გამოწერებო დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება თავისუფლების ეტიმოლოგია რა. ანუ შინაგარი მხარეების პარადიგმები. მოდი მეც აღარ დავკონკრეტდები, მე მგონი ყველაფერი გასაგებად გითხარით არა? ჰაუ არა? რა თქმა უნდა, ჰაუ. შიჩიმა. საღოლვასკა და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ფილოსოფოსი ცოტნე დუნდუა რა, რომელთანაც აი ყველაფერზე ვილაპარაკებთ. ამავდროულად თან არაფერზე რა. ანუ როგორი რაღაცა იცი წარმოიდგინე აი წყალს დავნაყავთ რა და ანუ ამ არასერიოზული კი არა და ჩვენი დაყენებული სახეებით მაყურებლებს გავაგებინებთ რომ იმენა ტიპები ვართ რა იმენა რა მაგერა თქვი და ჯირფასო მეგობრებო ეს იმას ნიშნავს ჩემო მეგობრებო რომ უნდა წარმოგიდგინოთ ადამიანი აი ფილოსოფოსი კაცი რა ვიცი რა რომ აი ვაფშე ფილოსოფოსი სიტყვა ვაფშე აი რას ნიშნავს ანუ თუ გესმით პროსტა მე ბიჭო აი როგორ არ მესმის თვითონ სიტყვას დაუკვირდი აი ნახე დაყავი სიტყვა რა გამიგე აი ნახე ფილ ანუ ფილე რა ქათმის ფილე ხო ხდები მე არის სოფო რა ანუ სოფო რა ქალის სახელი და სი ანუ მეშვიდე ნოტი და ანუ ჩაუღრმავდი მთლიანობაში რა გამოდის ანუ ქალმა ჯანსაღად უნდა იკვებო რომ გემღერებოდეს რა ხუაზე ხარ შიჩა ვაფშე ვერაფერი ვერ გავიგე ვაფშე აუ იმენა ფილოსოფია ცოტა რთულია რა ვასკა კაი არა უშავს შიჩა ყველა ვერ ჩაწვდება იმე
არგი მაშინ გადავალ, მაშინ ესეთ კითხვას დავსვავ, ხო? აი მაშინ შენთვის რა არის თავისუფლების შინაგანი ეტიმოლოგია? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს გამომწერებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო კითხვა, ჩემთვის ეგ თავისუფლების ეტიმოლოგია, თან რო ისაა და პაходურო ხო ბოდიში რა, ბოდიში შეგაწყვი ხა. ყველაფერი კი გასაგებია, მაგრამ როგორ თან რო ისაზე რო ამბობ, ეგ ხო გასაგებია, მაგრამ მეორე თან რო ისაზე ხო ხტები, რავი რა, ცოტა არა ეგ ясно, იმიტომ რომ ყველას ხო თავისი აზრი და ყველას ხო თავისი ისა აქვს, походу თლამასი არა, იგე ძალიან ბოდიში, ბოლოში როგორ თქვი მთლად თუ რავი. არა, თქვენ გაიგეთ, ეგ კლად, cloud, ღრუბელი, ეს თავისუფლების ღრუბელი ზოგადად, cloud-ში, თავისუფლების ღრუბელში გენერირდება სწორედ ეს თავისუფლებები. მე მგონი გამიგეთ, ხო? საღო, კი, გაგიგეთ, ვაუ. მოდი, მაშინ ერთი კითხვით გადმოვალთ, სტუმართან, თქვენთვის რა არის თავისუფლება რა? მშვენიერი კითხვა. ჩემთვის თავისუფლება არის ასანთი. ხო არ გადაობ, შიჩიმა რა მაგარი რაღაცა თქვა, ჩემთვის თავისუფლება არის ასანთიო, პროსტა რამტყელი რაღაცა თქვა, აზე ხარ პროსტა. აი კიდე ორი გამომწერი მოგვემატა, კიდე ძირფასო მეგობრებო, დაგველოდე დაცუცი კიდე შევიგინები. იმენა მართლა მაგარი რაღაცა, უთესია შვილი ვიყო, ძალიან მაგარი რაღაცა თქვა, ბოდიში რა გამომწერებო, ეხა უწევდა შემდეგ იგინება, რომ პროსტა ხო ხვდებით რა, ჩვენი ვიდეო რა უფრო მოიხოდოს. ჩემი კარგი არ უჩე რა. მე მინდა სტუმართან გადავიდე და ესეთი კითხვა დავუსვა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ჯერ თავისუფლება იყო და მე ადამიანი თუ ჯერ ადამიანი გაჩნდა და მე თავისუფლება. იცი ძალიან კარგი კითხვაა სხვათა შორის. მე ვფიქრობ რომ ჯერ იყო, პირველად იყო ვაიბი. დადებითი ვაიბი იყო ჯერ რა. და მერე გაჩნდა სწორედ ამ დადებითმა ვაიბმა მოიტანა ადამიანიც და თავისუფლებაც. რო არა ეს ვაიბი, დადებითი ვაიბი, ადამიანი ვერ იქნებოდა ადამიანი და თავისუფლება ვერ იქნებოდა თავისუფლება. ხო გამიგეთ? ვერ გავიგეთ, ვაფშე, მართლა ვერ გავიგეთ. ვერ გავიგეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო საუბრო, იცი მინდა. მართლა საინტერესო. კი და ჩემი აზრით რო იყო თავიდან იყო ადამიანი რა და მერე გაჩნდა კვერცხი ხო როგორ უბრალოდ ქათამი როგორ რაღაცა იცი ადამიანმა დადო კვერცხი იგივე ქათამი და მერე ქათამა დადო ადამიანი იგივე თავისუფლება ხო ხტები ადამიანი ქათამი კვერცხი ჯაჭვური პრინციპია რა ჯაჭვით არის ერთმანეთზე გადაება ჯაჭვით გადაება ხო მაგას ამბობ ხო კი ბატონო მაგაში არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ეს ყველაფერი ჯაჭვით არის გადამბული კი ბატონო ბოდიში რა ბოლოში როგორ თქვი, როგორო? ჯაჭვით არის გადამბული, გადამბული, ბულ, it's ბულ ხარია, ხარი გადამბული, ჩრდილში, ხარი ჩრდილში. შესაბამისად გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ, როგორც თავისუფლებას სჭირდება დასვენება ხანდახან. ბულ. გადამბულ, გადავიხარჯი იმენა აიხა მე მგონი დავლაგდით ხდები ის რო არის ნათქვამი რომ თავისუფლება კამაჩი იბადებაო ჭეშმარიტებაო იმენა სვეტში დაიბადა ჭეშმარიტება ეხა ჩვენ კამაჩი კი გეთანხმები და სხვათა საღოლ გეთანხმები მაგარია რა ადამიანმა დადო თავისუფლება და თავისუფლებიდან გამოჩეკა ვაიბი მაგარი რაღაც გავაზრი ამას წინათ მაგარი სიბრძნე წავიკეთე იმენა ისაო ჯობს ხო ეგ არის ხო მე მგონი ეგ წავ ხო ჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ზებნაში მკვდარიც მაო იმენა ხოიცა ეგ ვერ გავიგე როგორ თუ მკვდარია იმ ცოცხალს როგორ ჯობს რაღაც არეული გადიდკაცებულს მკვდარი როგორ უყურე როგორ ის თუ გარდაცვლილია ის მკვდარია ხო ის მკვდარი გადიდკაცებული ცოცხალია ხო როგორ ჯობია აბსურდულია რაღაც იცი მკვდარი როგორ ჯობია ცოცხალს მკვდარი როგორ ჯობია ჩემთან რა გინდა შეჩემო მე რაც ეწირა ის წავიკითხე ძმაო წადი და ავტორს მოთხოვე
მე გითხრა, რაც ეწერა, წავიკითხე და გითხრა. არა, არ შემიძლია არ დავეთანხმო, ეხა ეს ცხოვრებისეული სიბრძნიდან მოიყვანა, ხო, მაგალითი ერთ-ერთი მეც გადამხვდა ეს ცხოვრებისეულ სიბრძნეზე მინდათ რომ მოგიყვეთ ამასინათ მანქანით მივდიოდი და ტიპი მოდის 20 თეთრით ხომ ვერ დამეხმარებიო რა, ხო და მე ეგრევე ფანჯარა ამოუწიე რა დაბურული შუშა ამოუწიე ბოლომდე ცით რატო გავაკეთე ეს რომ ამ ტიპს ამ დაბურულ მინაში ანუ სარკეში თავისი ანარეკლი დაენახა და ამით ამ კაცს ვანიშნე რომ შენ მხოლოდ შენი თავი დაგეხმარება მეთქი აი ხანდახან ესეთი ბრძენი ვარ ხოლმე ვაფშეტა ბრძენზე უფრო ხარ ძმაო მაგრამ ნუ რავი კაი სიბრძნეს მივაწერო არ არის ბაჯარი თუ სიბრძნე არის ბატონო მაგრამ იმენა ჩვენ შეეკრო მაგარი არა სიმართლე მოგითხრათ მე ამ სიბრძნეს ამ ცხოვრებისეულ სიბრძნეს გადავაწყდი როდესაც მანქანით ვიყავი სარონიოდ გასული მოდი სად იყავი სარონიოდ it's run ანუ სირბილი ანუ მანქანით როდესაც საქმეებზე დავრბოდი ანუ თავისუფლებისთვის დავრბოდი it's run სარონიოდ აუ ძალიან მაგარი მოკლედ ჩვენო გამომწერებოდა ჩვენო მაყურებლებო დღეისთვის ჩვენი პოდკასტი დასასრულს მიუახლოვდა და გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე რა და გააქტიურეთ ზარის ღილაკი სხვათა შორის ოიცოდეთ ჩვენ გულით და სულით იუთუბერები ვართ რა მანამდე სხვათა შორის Spotify-ზე გვეხვეწებოდნენ რომ მოდი ვაკ აკეთოთ გადაცემა მაგრამ არა ჩვენ YouTube-ზე დავრჩით რა იმიტომ რომ სულით და გულით იუთუბერები ვართ რა YouTube or not to be YouTube აუ რა მაგრა თქვიტო იმინა გოუთი ხარ ჩემ თვალში იმინა ვაიბი წამოიღე რა ძალიან მაგარია რავი გამოიწერეთ არაფრის ფელი პოდკასტი არაფრის მომცემ წამყვანებთან და არაფრის მომცემ რავი სპონსორებთან ერთად რა ძვირფასო მეგობრებო მადლობა მინდა გადაგიხადოთ და რა ვიცი რა აი რა გამოგვიჩერეთ შემდეგ შეხვედრამდე რა სანამ წობოდით მოგიყევით რა მე მგონი კაი გამოვიდა შეჩიმა ხო კაი გადაცემა გამოვიდა მაგარია კაი დავიშალეთ ხარა ნასიამოვნები ვარ ბოდიში ვერ ვდგები მე მგონი დევები როგორ რა თქვი ბოლოში ეს ან დევები ან დივებ ეს ხო YouTube-ზე გაცხადა YouTube-ზე დევები ან ინტერნეტ დევები website web yes აუ ეს მართლა მაგარით კაი დავай წავიდე შეჩება მოგვემა ორი გამომწები შენური მასაჟის ნაცვლად სასწავლო ცენტრი. კი, დავარეგისტრირე და კირვალიძის გოგოც დავარეგისტრირე. და ჯამში რამდენი გვყავს ახსეზრდელი ამ ეტაპზე? ჯამში გვყავს 53 ბავშვი, ძალიან კარგი. გადასარევი. და ზოგადად რა გოგოებო, აღფრთოვანებული ვარ, აი არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან მომწონს, ფართიც მომწონს, სივრცეც მომწონს, ადგილმდებარეობაც მომწონს და თან ქირას ისე ცოტას ვიხდით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. რას ლაპარაკობთ, ხალხო, არაჩვეულებრივი ადგილია. ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი. ადგილი, სადაც მხოლოდ შენი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. შვენიერია რა ძალიან მომწონს მე პირადად. არა, იცი რა. აი მაინც რავი რა. რა რავი თამარ? აი მე თამუნა, თამუნა, რისი თამუნაა რომ რაღაცა მაინც არ გამოჩხრიკოს რა. აი რა უპოვე ხა გამოვჩხრიკე რა. მომისმინეთ, აი და ცოტა დაფიქრდით. ადრე ამ ფარტში იყო ჩინური მასაჟის ცენტრი, ხო ასე რა? ერთი წუთით მერე? ხო და რაღაცნაირი აურა არ იყოს რა. ას გიშლის კაცო იყოს ის ადრე იყო და ეხლა არის საგანმანათლებლო ცენტრი. ხო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად რაღაცა არ მომწონს. აი გეხვეწები. მასაჟს აკეთებდნენ ჩინელები და კაცმა არ იცის კიდე რას აკეთებდნენ მასაჟს თუ რას აკეთებდნენ და აი მე ეგ არ არის ჩვენი ეგ იყო წარსულში ჩაბარდა. всё, მორჩა ნახე? ხატოვე იქ. всё, მორჩა. დავამთავრეთ ახლა რაღაცებს ზედმეტად ამბობ. შევცვალეთ რაღაცები და სულ სხვა რაღაცით შემოვედით ამ არაჩვეულებრივ კომპანიაში ვიწყებთ თამარ ჩვენ ვართ კვალიფიციური პედაგოგები ჩვენ რაღაც მასწავლებლები ხო არ ვართ არა დაიმახსოვრე ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი გამარჯობა
ვერ გავიგე. შენ ხო მოდი ერთ. მე? არა, თქვენ რა, წითურით მევით. თქვენ ეს თაფებით? კი, თქვენ მოდით რა. მოდი, დაჯექი ცოტა ვილაპარაკოთ, რა ვისაუბრეთ. თამარ საგანძია ეთყობა. დიახ, გისმენთ აბა. არა, დაბრძანდით და დავილაპარაკოთ რა, ლუცხო დალებთ. ლუც? ო რა, ლუცხო დალებთ. არა, მე ზოგადად ალკოჰოლს არ მოვიხმარ. ოპა, ეს უფრო კარგია, ძა, კარგი. კაი, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, კი ბატონო, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ესე იგი, ფასს რაც შეეხება 8 გაკვეთილი არის 400 ლარი. გაკვეთილი? რა გაკვეთილი? დიახ, გაკვეთილი. რა გაკვეთილი, კაცო? ანუ ჩვენ ვართ პედაგოგები. всё, გასა ესე იგი დღეს ჩვენთან პედაგოგი ხარ, ხვალ ექიმი იქნები, მე მოსამართლე იქნები, რა გენაღლებ. აიწყეთ ხო ივენა ცხოვრება, აუ საღო. არა, ერთი წუთით რა, ჩამოყალიბდით, გნებავთ თუ არა? გნებავს, რა თქმა უნდა, აბა ისთვის მოვედი აქ. ანუ გნებავთ, მაშინ დავიწყოთ. მოიცავთ, აქვე? ხო, აქვე, აბა, აქ არის საგანმანათლებლო ცენტრი, ნაქირავები ფართი, რა ვიცი, აბა, სად უნდა დავიწყოთ? სახლში მომსახურებაც გვაქვს, მაგრამ სახლში მოსვლით უკვე სხვა ფასია. იყოს აქვე რა პრობლემაა, რა. ბუდიში. დიახ. რა ხდება? რას აკეთებთ? რავი, გაკვეთილებს ვიმეორებ, რას უნდა ვაკეთებდე, ვიხდი. რა ხდება? რატო იხდით? მოიცავ, ჩაცმულზე უნდა მასწავლოთ გაკვეთილები თუ რა არის, ხო ვერ ხდები, რა თქვენ რატო ვიხდი? რა არის ეს? რა არის? მე რასაც გეუბნებოდით, მე მგონი ის არის, იცით? რას ამბობ, კაცო? აუ და ამიხსნათ, გოგონი, შენც რაღაც კარგად გამოიყურებ. როგორ გიხდება, თქვენ გესაუბრებით? არა, თქვენ გეშლებათ რაღაც, ჩვენ აქ ვართ მართლა მასწავლებლები. აუ, ვიცი, ისინიც ეგრე ამბობდნენ, რომ ჩვენც მართლა მასწავლებლები ვართ, 5 ლარი დაამატე რაღაც მაცაჯი. აი მე რას კადრულობ, კაცო? რას კადრულობთ მართლა, რა არის? რას კადრულობ, კაცო, რა გნებავთ, ეხა ვერ გავიგე? არ ცხვენიათ ამ ხელაკასი. ანუ ეს არის სასწავლებელი ცენტრიო, ხო? ჩვენამდე აქ იყო ჩინური მასაჟის ცენტრი. ხო. ხო და ეხლა არის საგანმანათლებლო ახალგაზრდული ცენტრი და ჩვენ ვართ კვალიფიციური პედაგოგები. პედაგოგები, ზაკაი, ყურსაც ხო არ ამიწევდით? რას კადრულობთ, კაცო? ბატონო, ერთი წუთით, რას ნიშნავს ყურს აგიწევთ, კაცო? ჩვენ საგვაკვეთილო პროცესში გმობთ ყველანაირ ძალადობას, როგორ გეკადრებათ? ოპა, ესე იგი ჩემთანაც დაგმობთ ხო პროცესში ძალადობას? ბატონო, რატომ იღიმით? რავი, კარგანწყობაზე ვარ და გიღიმი, ხავა, ცუდგანწყობაზე რატომ უნდა ვიყო ვერ ხვდები რა? ბატონო, ნახეთ. მიყვარს დაგმობებად გისმეთ. გვესმის როგორ გიხდება ექთმები, მე კაცნაირად მაგიძე. ბატონო, ვესმის თქვენი და მე მგონი უკვე ქალბატონებმა გასაგებად აგიხსნათ, რომ ეს არის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი. აღარ არის ის დაწესებულება, რაც გეგონათ თქვენ. რაიმე, ეს ვინ მოვიდა? ჩემი საყვარელი. ბექა გამარჯობა. ბექუნა. როგორ ხარ, ჩემო საყვარელო? დაიმახსოვრეთ, გოგოებო, ეს ბიჭი არის მხეცი. აბა, აი ეს არის მხეცი, შედი ბექუნა. ვინ არის მხეცი? გენაცვალე. რა ქნა, სად ვინ შეიყვანა? გოგო, საწავიდა 1 საათია ხასვე ჩალიჩები. რა მხეცი, ის თუ მხეცია მე რა ვარ, რა ხوار გამიგე. თამუნა მასწავლებელი არის აბიტურიენტებთან ხოლო დაბრძანდით. აბა მე ვინა ვარ, აბიტურიენტი არა ვარ, კაცო, გამოვაგდეთ, აკეთე ხა იმას მე 1 საათი ვერ დავიმოწმე. მომისმინე თავისი საათები აქვს გენაცვალე, ეხლა ეს არის გამოყოფილი საათები, რა ის ხონდა თუ რას ქვე, თავის 1 საათი აქავარ ქალიაში ვინ არის ეს ვინ ჩვენ ვერ მოგცემთ იმის საათებს, დაბრძანდით რა. ეხოცებით, ეხლა დროზე გამოათრიეთ ის ბიჭი აქეთორე დავანტრებულიც არ ბრძანდებით, ბატონო, რა გნებავთ მართლა? რა დარეგისტრირებული მოგ ამდე ფულს გიხდით საათში, დროზე გამოვაგდეთ, ეხლა დერეგისტრაცია. დასრულებს და გამოვა. დასვე, კაი, 1 საათში მოვალ. ერთი არ დამხვდეს აქ გამოსული შენ მხეცია თუ ვიღაც, არა მე ნახე თუ არ გავგლიჯავ თუ. დაბრძანდით ბატონო. 1 საათში ვიქნები აქ და დამხვდეს რა. მაგას გაჩვენებ თქვენ. მომინდო ეს საგანმანათლებლო. აი მე სასწაული ბიჭია ჩემი ბექუნა. ხო არა. მართლა მხეცი რა. დაიმახსოვრეთ ამ ბიჭის სახელი და გვარი. ყველაფერი იცის, ხო? ყველაფერი რაც გინდა. ძა მონდომებულია. კი. ნახე, აი ეგ არის. კიდე ერთი დავარეგისტრირე გოგოებო. აუ რა კაია. ძალიან კაი. ნიჰაუ, ძევჩონგი. ბატონო? ნიჰაუ, ძევჩონგი. ანუ უკუჰი ჰამაჰა. აი, ვიდეო ვიდეთ. უკუჰი მამაჰა.
ბოლოს როგორ? რას კადრულობ კაცო, რა მაჰა? რა გნებავთ უკაცრავად? ქართულად. ანუ გამარჯობა გიხარით რა გოგოებო რომ მოგესალმებით ჩინურად ნიჰაუ არის გამარჯობა ნიჰაუ მოგესალმებით გოგოებო რა გნებავთ ბატონო რა მნებავს და ისესაც დავდივარ ხოლმე აქ ის მნებავს რა უნდა მნებავდი სხვა ბევრი გახარება და ბევრი სიხარული კარგი ანუ რაღაც გნებავთ ხო აქ რა ხანმა კი რა თქმა უნდა დაბძანდით და გაგესაუბრებით ძალიან მიდი რა თამარ გეხვეწარი და გარკვიე რა დავიღალე უკვე კარგი ესე იგი თქვენ ჰუმანიტარული საგნები უფრო გაინტერესებთ თუ უფრო ტექნიკური? ეს რაღაც ახალია ჰუმანიტარული და ტექნიკური რაღაცა მოდი რაღაც სიახლეებით არ მიყვარს ჩამოყალიბდით? მოდი რა იყოს ის ძველი იყოს რაც ვიცით რა რაც ძველი რომელი? კარალევსკი რა კარალევსკი? იყოს კარალევსკი რა ანუ რა კარალევსკი? ანუ კარალევსკი ეკატერინა II აი ისტორია უნდა ეხა მივიდი ისტორია გინდათ ისტორიაში ისტორიის კურსი ხო არა ის დაარქვით რავი ადრე მე რა ვიცი აბა ერთ წუთით მომისმინეთ აქ არის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი გეშლებათ ბატონო ერთი წუთით რა მოდი თამარა მომისმინეთ გეშლებათ ბატონო ეს ის სივრცე არ არის რაც თქვენ გონიათ რა ჩვენა განათლებას ვაძლევთ ბავშვებს ძალიან გთხოვთ მიბრძანდით ახლა აქედან რა მე განმანათლე რა რით შეგიძლია რომ განმანათლო იქნებოდა მოწყურებული ვარ მე სწავლა განათლებას რა ვიცი ახლა რა გაინტერესებს ჩვენ აქ ვასწავლით ქართულ ენას და ლიტერატურას ვეფხის ტყაოსანს ბიოგრაფიას მოდი იყოს გეოგრაფია მიბრძანდით ახლა აქედან ბატონო მართლა რა თქვენ ვინ გონივა ჩვენად პედაგოგები დამსახურებული პედაგოგები გავიგე რომ პედაგოგი ხარ და მაგიტომაც გავშეურაცხყოფას ვერ ბატონო რა წადრულობთ თქვენ ამ ხელკაცი ბრძანდებით არ ცხვენიათ მართლა ორი ერთზე რა ორი ერთზე რა ხდება კაცო რა ხდება რა უნდა ხდებოდეს ვერ გავიგე ჰაგეოგრაფია და მინდა ჰაგეოგრაფია გეოგრაფია გეშლებათ ეს არის საგანმანათლებლო ცენტრი რა არის ვერ გავიგე ეს რა არის ეს ადრე აქ იყო ჩინური შეიცვალეთ ანუ როტაცია გავიგე როტაცია ანუ ისინი წავიდნენ ეხლა თქვენ მოხვედით ხო მე აქ რა მახსოვს ვიცი აქ ცოტა ესეთი გაწელი თვალებიანი გამხდარი გოგოები მახსოვს და ეხლა უფრო რაღაც ზამსხვილები და უფრო რაღაცა ტიჩა ბატონო თქვენ რაღაცა გეშლებათ არა რა მეშლება კაცო გეშლებათ ჩინური მასაჟი იყო ერთი დატრიალით რა ერთი წუთი რა მოდი იყოს რა თქვენ იყავით მე? თქვენ ამიხსენით? რა? ჰაგეოგრაფია. აიმე უნდა გავაგდო ხალხო მომეხმარა. იყოს. წადი ხა. არა, ხალბატონ, მოდი. ჰაგეოგრაფია. გადი აქედან. მე მომხლევა რომ ამდენი ახუნტურუცებული კაცი თუ არსებობდა საერთოდ არ ვიცოდი. გაეტრე. კარგინათ ჰაგეოგრაფია ვერ გავიგე. რა არის? ჰაგეოგრაფია არ გინდა აბა რაგი? აიმე ხალხო შევიშალე მართლა. გავგიჟდი უკვე რა. დედა შოკი მაქვს ეს მიზიდულობისა და ხახუნის აიმე გადი ხა აქედან გაეტრიეთ ახლა აქედან მართლა რა ეს რა შარში გავყავით თავი კაცო არ რას გეუბნებოდით ეს რა არის რას ვიფიქრებდით რა ვიცი რას ვიფიქრებდით კაცო გოგოებო ჩვენი საათებით რო ამოიწურა შეგვიძლია წავიდეთ აქედან რა დედა კიდე კაი რა გაგიჟებული ვარ კაცო გაგიჟებული ვარ ეს გაცხოველებული რა ხდება აი ნუ ეხა ესეთი ერთი ორი რა ხდება რა ხდება ეხა მსგავსი და არაუშავს გოგოებო არაუშავს ყველაფერი წინ არის რა კაი გავედით რა გავედით ვაიმე ის ბავშვი კაცო ბექუნა გაავსებდა რბეულს წადით და დაგეხედე ხო მიხედე შენ